როდესაც საბჭოთა კავშირი დაიწყო, ინფლაცია, კუპონები დაიბეჭდა, არავის აღარ უნდოდა შენი შრომა, ეს ხელიშრომა, საერთოდ ნოლი, აი განოლდა. მაშინ წავედი სამხედრო სამსახურში. ეს არის შემოსული სარესტავრაციოდ 1811 წლის მოდელია. ფრანგული კავალერისტის ხმალი. დამზადებულია ვერსალში, ვერსალის სახელოსნოში, სამუზეუმო რესტავრაციას ვეძახით. მე მუზეუმში რო გამოფინო, ისეთ კონდიციამდე უნდა მივიდეს. აი ეს ორიგინალი ტყავია, წარმოიდგინეთ რამდენი წლის არის. 200 წელზე მეტის არის. 1811 წელი. ეხლა დარჩენილია ეს პირი უნდა კიდევ სხვა ზუმფარის ქაღალდით ფრაქციებით გაიწმინდოს და ოდნოპოლირება უნდა გაუკეთეს და ქარქაში ჯერ ხელი არ მიხლია თავიდან ბოლომდე გასაწმენდი არის. რასაც ხედავთ, ეს არის ჩემი დიპლომები. აი ეს არის 2025-2024 საუკეთესო ნამუშევარი, საუკეთესო ხელოვნების ნიმუში, ეს ბელგიაში გამარჯვებული. ეს არის ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის სერტიფიკატი. ოსტატი არის 4 გრადაცია არის და ყველაზე მაღალი ოსტატია. აქ ვასწავლიდი მე სამხატვრო აკადემიაში 1 წელი ანტვერპენში, ნატიფი ხელოვნების აკადემიაში და 1 წელი ამსტერდამის უნივერსიტეტში გაკვეთილები მქონდა. მე მუშაობ როგორც რესტავრატორი და ეს რაც ვაკეთებ, კომერციის მიზნით არ ვაკეთებ. ჩემი სულიერი ის არის და მაგრამ ხანდახან ხა ფასს რო ვადებ და შემოგთავაზებენ უნდა ჩემი ნამუშევარი, რა თქმა უნდა მიხარია, მაგრამ მე სტრესი მაქვს და ვაკეთებ ეხლაც ეგეთი ორმაგი ხანჯალია, ესე იყოფა 2. აი კიდია. გაიყიდა და ახლა მეორეს ვაკეთებ. კლასიკური თბილისური სხვაგან არსად არ მინახია სატევარი, რომელიც ერთი ღილაკის დაჭერით ხდება 2. საქართველოს ფარიკაობის სხვადასხვა სკოლები იყო თბილისური ფარიკაობა, რომელიც იყო ეს სატევარს ქართველი და კავკასიელი ჩოხაზე ატარებდა, 2 სხვა რა დაიკიდებდა. ერთი იყო და აი ესე გაქონდათ ზურგს უკან და მოწინააღმდეგე არ იცოდა რომელი ხელიდან წამოვიდოდა და ახლა მე არ მივარჯიშია ესე მოხდენილად და ლამაზად რო გამოვიღო, მაგრამ იდეა ეგ არის. მე დავიბადე თბილისში, ცხოვრობდით ვაჟა-ფშაველაზე 20 ნომერში, ეს იყო პირდაპირ რესპუბლიკური საავადმყოფოში. მშობლები ცეკას გამოცემულობა ერქვა იქ მუშაობდნენ, მამა იყო იზუსტის წარმომადგენელი რესპუბლიკაში და დედა წამყვანი პოლიტიკა. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულში, საირმეზე. შემდეგ მერვე კლასიდან კომაროვში ჩაუბარე გამოსდები, გადავედი. შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჯარი. და ამ როდესაც ექსპერიმენტებში ვსწავლობდი, ხატვა მიყვარდა ძალიან. ხატავდი გუაშებით, აკვარელით. და რაღაც ჩემში ხედავდნენ რაღაც ნიჩს. მაგრამ შემდეგ რატომღაც არ დაინტერესებულა. კომაროვში მასწავლიდა, ისტორიას ასწავლიდა ჯუანშერ ჯურხაძე. ეს ჯუანშერი ისეთი ქალაქელი, ქალაქის ის იყო, სიამაყე ესე რო ვთქვათ. და ამასთან მოხდი სახლში ჩემ მასწავლებელთან ისტორიას გვასწავლია. თან გვასწავლიდა მხოლოდ სკკპ-ის ისტორიას არ ასწავლიდა, მარტო მე-9-ს ასწავლიდა. აი პრინციპულად პარტიის იმას არ ასწავლიდა მე 10 კლასში. ეს იყო არ უყვარდა რა ეს რეჟიმი საბჭოთა კავშირის. და მასთან ვნახე ეს ხევსურული აბჯარი, ხმლები, ჭაჭუს ფერანგები. და ისტორია ბავშვობიდან მიყოდა, ჩვენ ექსპერიმენტულში ყავდა ნორა ტარიელაშვილი, ეს გეოგრაფიის მასწავლებელი და ჩვენი კლასი იყო რაღაც განსაკუთრებული კლასი ეს. დამრიგებელი იყო ჩვენი და დავყავდით სულ ხან ვარძიაში, ხან ციხესიმაგრეებში და ეს იყო ჩემში, რა სულ მიყვარდა ეს საიდუმლო გვირაბები და რაინდები და რაღაც ეგეთი და
ეს იყო ჩემი ცხოვრების ფაქტიურად და დავიწყე უკვე მე-9 კლასიდან გავაკეთე ეს ჯაჭვის ფერანგი მოხსოვე მუზარადი გავაკეთე ეს ჩემი მასწავლებლის დაინტერესდა და შემდეგ რაღაც განაწყვეტები იყო შემდეგ ჯარში ვიყავ უკრაინაში ნუ ჩამოვედი სრული მოვიყვანე დავქორწინდი ჩემს გუფელზე პოლიტექნიკურში და ის მე-9 კლასში გაკეთებული ნივთები ფული მჭირდებოდა ახლა ისო მამის ოჯახში ვიყავ მშობლებს და მშრალხიძე გავიტანე და ეგრევე გამეყიდა აი ეს მე-9 კლასში და მე რაღაც მაინც ესეც იყო ისიც იყო და ვიფიქრე მოდი მეთქე გავაკეთე თლიან კომპლექტს ხელშეკრულებული აბჯრის და ეს უკვე სამეცნიერო ეროვნულ მუზეუმში იქ გამოფენილი იყო მესამე სართულზე იქ დავდიოდი ყოველ დღე დავდიოდი ვიხატავდი ფოტოაპარატი სათქონდა მაშინ ესე ვსწავლობდი რა გავაკეთე შემდეგ ამას მოყვა დედაჩემმა ახალგაზრდა კომუნისტში დააბეჭდინა პატანაცუშვილი იყო რედაქტორი იმან გამესაუბრა ეს მამუკა ფაჩუაშვილი ეს რაღაც დიდი სტატია გააკეთეს ამას მოყვა ტელევიზია ხალხური შემოქმედების რედაქცია ჯაჭვის ფერანგი ესე ერქვა გადაცემაში 20 წუთიანი ის იყო დოკუმენტური ფილმი პატარა იყო კოტო ჩოლოყაშვილი, გურამ გაბაშვილი და თემურ სულხანიშვილი ჩემზე ლაპარაკობდნენ და ამის მერე მოყვა ბევრი დაკვეთები მივიღე. აი ეს მთავრობის ხალხი მეძებდა ვინ არის. ჯაჭვის ფერანგას მკვეთავდნენ ხოლმე ზურაბ წერეთელის დაკვეთები ავიღე. ხელსურული აბჯრის თლიანი კომპლექტი და ეს რო ჩავაბარე მითხრა ეხლა ეს ორჯერ გამიგიდეო. და მაშინ ვიყავი 22 წლის. და ამ აბჯარში გადამიხადა 25000 მანეთი რომლითაც 17000-ად ახალი ნოსე მივიყიდე და ეს ამხელა ფული გადააიღე მამ სახში რომ მოვიტანე მამაშემამცხა მთელი ცხოვრება ეს თანამდებობის კაცი იყო ზღოლი ყავდა ესეთი მთელი ცხოვრების ხელფასები რომ შევაჯამოა მაგრამ მაშინ ინფლაციაც იყო ახლა თრათ ეგრეც არ იყო მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად აი ესე წარმატებით დაიწყო გეპეირო დავამთავრე იქ ლეიტენანტის შინი ის სამხედრო კათედრა გავიარეთ რეზერვულ ლეიტენანტს სამხედრო ბილეთი მქონდა მე იქ ჯარში ვიყავი თავიდან артиლერიის პოლკში შემდეგ გენშტაბში ვიყავ მინისტრის ოფისში მორიგეობდი პირდაპირ აი ღამე როცა სტაბელი ქონდა ჩვენი მაგრამ მე ეს ომი წავაგეთ ესე რომ ვთქვა სულად დამთავრდა თან ვერც ვერ ყვეოდი არც მაინტერესებდა ეს და საერთოდ იდეალები აღარ მქონდა ხო და დავუსვი წერტილი და წამოვედი ნიდერლანდებში დიდი დაკვეთა მომცეს ჰოლანდიელებმა როგორ იყო იცი თავიდანვე ხელი შემიწყვეს რა დიდი სახელოსნო მივიღე ჰოლანდიელებმა მიმიწვიეს იქ ტექსელზე მუზეუმში საზღვაო მუზეუმია რომელსაც ქონდა გამოფენა ქართველების აჯანყება სხვანაირად მიმიღეს იქ იმ წუთში გაზეთში დამბეჭდეს და გამოფენა გამიკეთეს ამ ქართველების აჯანყების გამოფენაზე ჩასვეს ჩემი ხევსურული აბჯარი და როგორც აღმოჩნდა მე ეს ჩვენებმა აჯანყდნენ უკვე 21 აპრილს დაიწყეს ომი ფაქტიურად დამთავრებული იყო ტექსელზე ერთი ოფიცარი იყო გასროლილი და ეს თავის რეაბილიტაცია რომ მოხდარიყო ერთ-ერთი მიზეზიც იყო რომ ბოლო მომენტში აჯანყება მოხდა და დაიყובה 500 ქართველი 100 ტექსელელი შეიძლება მეშლება რაოდენობა ზუსტად და ნახევარი ტექსელი დადებითად უყურებს საქართველოს აჯანყებას და ნახევარი ტექსელის ეს პირდაპირ ქალაქის მერმა მითხრა თავის სიტყვით მითხრა რომ აი ესეა გაყოფილი იმიტომ რომ ეს რო აჯანყება რო მოხდარიყო ტექსელზე თოფი არ იყო გასროლილი და დაინგრა მთელი ეს ქალაქები იქ დენბურგი რა ქალაქია ხო და ეს თან რეალობა მითხრეს პირდაპირ როცა მე უკვე სხვანაირად ფიქრობდი და თუმცა ესე არ არისო ამ გამოფენის მერე შემდეგ ამ დირექტორმა იზრუნა იმაზე რომ მიმიწვიეს სამეფო მუზეუმში მიმიწვიეს ღია კარის დღეზე ვაჩვენეს ხევსურული აბჯარი ჯაჭვის ფერანგები ეს ბავშვების როგორ კეთდება მოქლოვნი თითოეული გოლი და ფარეში არის ფარი მოქლოვნი დამოქლოვნებული შემდეგ მკითხეს აი ამის გაკეთება თუ შეგიძლია რაღაცა ისეთი
საუბრები იყო. დახმარება უნდა და თან თავიანთ თავზეც ფიქრობდნენ და დაინახეს ისეთი რაღაცა და მომივიდა წერილი სრულიად მოულოდნელად ორგვერდიანი შენახული მაქვს წერილი, რომ 80 წლიანი ომის ესპანელებთან ჰქონდათ ჰოლანდიელებს 80 წლიანი ომი და მაგის ზავის ხელის მოწერის 400 წლის იუბილე არის მომავალ წელსო და პრინც მაურიც ორანელი, რომელმაც ესპანელები განდევნა ძირითადად მაგან შექმნა რეგულარული არმია, მაგის აბჯრის ასლი გვინდაო გამოფენაზე გქონდესო. ესეთი შემოთავაზება პირველი იყო. ეს სახელოსნო მომცეს სამხედრო დაწესებულებაში, დიდი სახელოსნო და გრძემლი მაჩუქეს კიდე რაღაც უშვიათესი საკოლექციო. აი ესეთი არის ზუსტად მუზეუმში რაც დგას. ზუსტად ერთ-ერთი ეს მაურიცის. და ეს ერთი წელი გაგრძელდა. უკლედ ეს პროექტი ჩავაბარე, სანამ დამთავრდებოდა უკვე ტელევიზია მოვიდა, ჯერ ადგილობრივი რეგიონალური, შემდეგ მთელი ნიდერლანდების. ამას მოყვა შემდეგ ისევ სამხედრო მუზეუმის ორი დიდი დაკვეთა და მერე წავიდა რა. მე მუზეუმში მუშაობდი, ღიაცშკოს მუზეუმში 2 წელი. ეს საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როგორც რესტავრატორი. ჩემთვის გააკეთეს რესტავრატორის შტატი, არ არსებობდა ეგ შტატი. არავინ არ აკეთებდა მაგას, საერთოდ დაძინებული კი არა, ღრმაძილში იყო ეგ. ეხლა რო არის ამდენი მეხანჯლები და ისინი, მარტო მე ვიყავი და კიდე ერთი. ხო და ეს მოეწონა ქართულ საზოგადოებას, ამ კულტურის ხალხს, კულტურის სფეროს ხალხს მოეწონა და რაღაცნაირად ფიქრობდი რომ ყველანაირად ხელი შეეწყო ჩემთვის იქ სახელოსნო მომცეს, მერე ომი დაიწყო და ვის უნდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ის ბოლო პერიოდი ავსტრიაში გამიკეთეს გამოფენა ჰასელ ტიროლში. ეს კულტურის სამინისტროს მომანიჭეს ხალხური ოსტატის წოდება და მუზეუმში ეხლაც ვიყავი. ეს პროექტი იყო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა, რომ დროებით დაებრუნებინა კადრები, კვალიფიცირებული კადრები თავის სამშობლოში, რომ იქ თავის სამშობლოში თავის გამოცდილება და მომიწვიეს ამ პროგრამაში. თუმცა ორი იმდენი მე დავასპონსორე ჩემი თავი, ის თანხა კი იყო რაღაც, მაგრამ ის აქ საქმეს რომ მიატოვებდა, იქ მიდიხარ. და 11 ნივთის რესტავრაცია, რეკონსტრუქცია გავაკეთეთ ეროვნული მუზეუმის ფონდიდან. 9 ნივთი იყო და 3 ნივთი ხელოვნების მუზეუმიდან. მათ შორის იყო ერეკლე მეორის ხმალი, იყო ბაგრატიონების გორდახმალი, თამარ მეფის ზარდახშა და აი ესეთი რაღაც ძალიან ძვირფასი ნივთები. თან ამ ერთი თვის მანძილზე ჩემ რაც მე ვაკეთებდი ესწრებოდა 10-მდე მეიარაღე. ეს რესტავრატორი, თვითონ მუზეუმის რესტავრატორები, რომ ეს ტექნიკები, რა ტექნიკებით მუშაობდი, ეს მასალები, რა მასალებს ვიყენებ, ესენ ჩატანილი მქონდა ყველა. და ეროვნულ მუზეუმთან ეხლა თანამშრომლობ, კონტაქტი მაქვს და წელს ვიყავი 3ჯერ, 2 გამოფენა მქონდა წელს და შარშან კიდე ერთი. ოღონდ ეს გამოფენა გაყიდვების აი რეჟიმში კი პოლონკელიძის სასული დილეგში ჩაუგდიათ, ხოლო მისი საწმართული თავადი ციხის ზეთავზე დაუკიდიათ. ხელახლა შეუმუსნავთ ეკლესიები და მონასტრები. ჯვანშერი იყო ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, იყო არა მარტო მასწავლებელი, ჩემთვის იყო ეგ ქართველი მეომარი, რომელიც ომობდა. ტრების წინააღმდეგ, რაინდი იყო. როდესაც მე-9 კლასში ვიყავი, მასთან რომ ვნახე ეს ხევსურული აბჯარი, გადავწყვიტე, მინდოდა ქონოდა მეც და ჯაჭვსპერანგი დავამზადე, ჩაჩქანი. და ამ მავთულებს შოულობდი მშენებლობებზე მუშების საბურავებს ვწავდნენ. და დამწვარი საბურავები მე რჩებოდა მავთულები და ამ მავთულებს ვაგროვებდი, ვამგოლებდი, გოლებს ვაკეთებდი და გავაკეთე და რომ მიუტანე და ვანახე, იმდენად გაუხარდა რაღაცა ეს ფარი მაჩუქა.
ირანული ხმალი ფარია. ეს ხმალი 21 წლის ვიყავი, ეს რო დავამზადეო, მითხრა. თავისი ხელი დამზადებული და სამზარეულოში გაზზე გაშავებული მაქვს. აი ეს მახსოვს, რა თქმა მქონდა. მქონდა ეს ფარი 99-ში ვიყავი მაშინ და მეორე კურსზე ვიყავი. ჯარიდან რო ჩამოვედი, ცოლი რომ მოვიყვანე, რაღაც ისე ფინანსური პრობლემები მქონდა და ეს ჩაჩქარი და ეს ფარი გავიტანებ შრავხეთზე. და 250 მანეთად ესე გამოიარა ერთმა კაცმა ესო და ჩემი ძღოლი მოგიტანთ ახლა ფულს არ ქონდა ჯიბენზე რაღაც ეკას ის იყო თანამდებობის კაცი შავი ოლგა და გაიყიდა. ნუ რაღაც ისეთი ის იყო ფული მჭირდებოდა მართლა რაღაც და 2009 წელს თბილისში რო ვიყავი მე და მამუკა ქაფიანიძე ეროვნული მუზეუმის კურატორი ვიყავი სტუმრად ერთ ცხოვრებულ განსვლებულ ზურაბ ბიჩინაგური იყო ესეთი მეიარაღე თბილისში და იმან დაგვპატიჟა თავისთან სუფრა გაგვიშალა თავისი ხელოვნება გაჩვენა და ეს ხმალი ხედავ ეს იქ არის ზურაბ მეთქე საიდან გაქვს მეთქი ხო და ესო ირანული არისო ოღონდ ვიღაც ქართველმაო ჯვრები დაახატაო თან ის ქონდა ეს ფერი მოცილებული ქონდა გაშკურკული ქონდა მე აღვადგინე ეს ისევ ის ფერი დაუბრუნე რაც უნდა ყოფილიყო და ეს რომ მითხრა მე ზურა ესე იყო მეთქი და გაგიჟდა კაცი და შენო რო არ გაგეყიდაო ეგრევე ჩუქნიდი ეგრევე გაჩუქებდიო მაგრამ ზუსტად რამდენიც მაქვს მიცემულიო იმდენი გადამიხადე ხა შეცხო გაყიდეო ხო და ეგრევე დამithmo აი თავის კოლექციიდან უსიტყვოდ დავიბრუნე ეს ფარი შემდეგ ფერი აღუდგინე ფერი აღარ ქონდა გათეთრებული იყო გაშკურკული და ეს მაქვს რაღაც აი ჩემი მასწავლებლისგან მისი ნამუშევარი ესე ეს არის იაზაი ოკიმონო იაპონური მიმდინარეობაა ესე იგი არ ვიცი ზუსტად პერიოდი მე-17 საუკუნეში იყო ერთი იმპერატორი იაპონიაში რომელმაც აკრძალა სამურაების ინსტიტუტი და ეს იარაღების ოსტატები აბჯრების ოსტატები ხმლების ოსტატები დარჩნენ უმუშევრად აიკრძალა მასიურად ეს მანიფესტი გამოსცა და აი ეს ოსტატები რომლებიც აკეთებდნენ ამ ხმლებს და იარაღებს გადავიდნენ აი ესეთი ტიპის ნამუშევრების დამზადებაზე რომ თავი ერჩინათ და იაპონიაში ეს რო ოჯახში აქვს იაპონელს არის ძალიან რაღაც მაგარი რაღაცა აქვს რა რაღაც სიმდიდრის რაღაც ბედნიერების ის არის სიმბოლოა სანამ ეს საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა ძალიან მაგრა ვიყავი ვამბობ ის როგორ გითხრა შთაგონებითაც იმიტომ რომ ბევრი დაკვეთები მქონდა შემოსავლები მქონდა კი გითხარით აგერ ერთი დაკვეთით 6 თვეში ეს დაკვეთა ჩავაბარე იმას და ახალი 07 ლადა 07 ვიყიდე და კიდე ეს მქონდა მაგრამ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა ინფლაცია კუპონები დაიბეჭდა არავის აღარ უნდოდა შენი შრომა ეს ხელიშრომა საერთოდ 0 აი განოლდა მაშინ გადაწავედი სამხედრო სამსახურში იმიტომ რომ ადვილი იყო უკვე იქ გავიარეს სპეცშემოწმეები გავიარეს სხვა შორის გენშტაბში რომ იმიღეს 1000-ნაირი სამედიცინო შემოწმება ფსიქოლოგიური ჩეკინგი გამიკეთეს ესე იგი ყველა რამე ნათესავები დედის მამის ძმის დის ჩემი მეუღლის ყველა ნათესავის ის გააკეთეს ჩეკ იქ რომ მივეღეთ იმიტომ რომ გენშტაბი ამოწმებს და ეს მაგრა მომწონდა ეს ჩემი ისა მაგრამ ეს ომი რო დამთავრდა და დავინახე რაც ხდებოდა გული ავიყარე ყველაფერზე რა ეგრე იყო მიუხედავად იმისა ვამაყობდი ჩემი სამსახურით ეხლაც მეამაყება ეს სამხედრო ფორმა და აი მეორე ცხოვრება რომელმცე ეხლა უკვე უფრო სერიოზულად ისევ სამხედრო სამსახურში შევიდოდი. ეს ჩემი ეს რაც ხელებით ვქნი, ეს მეგონა სულ საქართველოშიც რო დროებითი იყო, მინდოდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა.
Kom direkt komt u zingen. Het waren 3 gezellen van Roosendaal, die topen op rooftocht gingen. Verdoken stonden ze opgesteld. კარგი სკოლა გავიარე აქ. ეს სკოლა იყო 20 საათი კვირაში. 18 იყო თუ 20. ნიდერლანდური ენის სკოლა. არა მარტო ენის, სოციალური წყობა, ცოტა გერმანულიც ვიცოდი და მე ეგრევე თავიდანვე შესაქმეში ვიყავი ჩართული და ეს მიადვილებდა არ მახსოვს რომ რაღაც ცუდი მომენტი მქონოდა. აი რაღაცა გული მტკენოდა ან ნუ იყო ახლა რაღაცები, მაგრამ ვერ მიმახსოვრებ რა. ბავშვებისთვის არ იყო რთული, თუმცა მათ არჩევანი არ ქონდათ ახლა. ბავშვები აქაურები არიან უკვე ასე ვთქვათ, რა ვიცი. მე მგონი არ გაგჭირვებია, ქართველები ძალიან ადვილად აი ნიდერლანდებში საქართველოს დიასპორა რო არის, არიან სულ ყველა ან ინჟინერია, ან ექიმია, ან იურისტია, ან პოლიტიკოსია აქაური. ამ სისტემამ დაიტოვა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროფესიონალები. შეიძლება ხა არ ვამბობ სწორად რაღაცნაირად, მაგრამ ესე არის. მე ვფიქრობ ძალიან კარგი ქვეყანა, ჯერ ერთი ბედნიერების ხარისხი აქ არის მესამეა თუ მეოთხე მსოფლიოში. ის კომფორტული ქვეყანაა, დავარცხნილ და ისეთი აბსოლუტური კომფორტია, ესე იგი თვითონ საქმეშიც მე რომ მუშაობ, აი მოლაპარაკებას 100%-იანი რას მოილაპარაკებ, ის ეკეთება რამე ის არ არის თქვა მოილაპარაკე და არ მოხდეს. იშვიათად ეგეც ხდება, მაგრამ თუ მოილაპარაკებ სიტყვა. ახლა ჰოლანდიაში ეს გამონათქვამია წერილობითი კონტრაქტი და სიტყვიერი კონტრაქტი იგივე ხელშეკრულება. არის ერთ და იგივე. საქართველოში რო ჩავდივარ, წელს 4-ჯერ ვიყავი, 3-ჯერ. იქა ძალიან კარგად ვარ. უბრალოდ მაინც საქმე რო აქ მაქვს, მაინც აქეთ ვრუნდები.